ამ ობიექტის შეწუხებულმა სამეზობლო მოგწერა ერთი ნახეთ რა ობიექტი არისო და რა ხდებაო. ინდური სამზარეულოა, ეს არის მუშტერის პარკის მიმდებარე ტერიტორია. უფრო კონკრეტულად კი დავით ყიფიანის ქუჩა 2B. ნამდვილად ხდება რაღაც სარემონტო სამუშაოები, ოღონდ მე ჭვიმაქს რომ ეს არანაირ კავშირში არ არის იმ კვების ობიექტთან, რომელშიც ჩვენ შევდივართ. უბრალოდ ძალიან ბევრი სამშენებლო ნაგავია, აგერ ხედავთ, ყუთები გადაგდებული და ასე შემდეგ. აი ძალიან ბევრი რამ არის, რაც არ უნდა იყოს ალბათ საერთო ეზოში, ეს არის ონკანი და აი აქ იბანენ ხელს ადამიანები, რომლებიც შედიან ამ კაფეში, ინდური სამზარეულოს კაფეა, ამას ვერ შევეხები, ეს არის რაღაცა ძველი საპნის ნარჩენები, ზემოდან აქ არაფერი არ არის, ვერაფერს ვერ ვხედავ, წყალი არ ვიცი, აი ესეთი ნიჟარა, ვერ შევეხები ნამდვილად, უბრალოდ შევალ ახლა ამ კაფეში და დაგათვალიერებინებთ დარბაზს, მადონა უკვე სამზარეულოშია. აქ არის სასტუმრო და სასადილო, აქ არის სამზარეულო. სამზარეულოში ვნახოთ რა არის. ნუ პრინციპში სხვას არც მოველოდი არაფერს, იმიტომ რომ სუნიდან უკვე როგორც კი შემოვედი, მივხვდი თუ რა მდგომარეობა შეიძლება ყოფილიყო. ნახეთ როგორი გაბიდნული არის გამწოვი. პრინციპში გამწოვს აქ არც ხმარობენ. ნახეთ, აი კონდენსატის რაოდენობა ნახეთ, კერძები უკვე დამზადებულია, გაკეთებულია. ეს არის სამზარეულოს საშინელი სუნია. და ეს რა არის? ეს აბაზანაა თუ სამზარეულოა, ქალბატონო? ქვაბებს რეცხავ, სადგარი ცოტა. რა ქვაბებს რეცხავ? ეს არის აბაზანა, სადაც მაშუებოდი, რა ქვია, დასაბანი არის. დასაბანი კი არა, იმითაც შილანს გიჭერთ, ეგრე სხვანაირი აღარა გვაქვს ის საშუალება. მე კანონი რო არსებობს და კანონი რას ითხოვს, რომ აბაზანაში არ უნდა ირაცხებოდეს ჭურჭელი პროდუქტები, მაცივრები სადა გაქვთ? მაცივარი ეგრე რა გო. კარგი ვნახავ. აქ წყალი ნახეთ როგორ გადის. ეს არის ჩვეულებრივი ის არის რა გითხრათ, აბაზანა არის და აბაზანაში აი აქ ირეცხება ხორცი და ასე შემდეგ ყველაფერი აბსოლუტურად. ობისოკუა და ნახეთ რას გავს აქაურობა, შეხედეთ, ჭურჭელიც აქ ირეცხება. აქ აბაზანა, უნივერსალური აბაზანა არის, უნდათ ხორცს გარეცხავენ, უნდათ ტანს დაიბანენ, უნდათ წვერს გაიპარსავენ, უნდათ თმა შეიჭრიან, უნდათ აი ნახეთ აი შეხედეთ ნარჩენები, საკვების ნარჩენები ჩვეულებრივად აქ ხან ხალხი ბანაობს და ხან კიდე ნუ არ ვიცი, აი რა გითხრათ, აი კოშმარია, სრული კოშმარია. აი აქ ჩახედეთ, ნახეთ, აი აქ შეხედეთ, აი რა მდგომარეობაა, წყალი როგორ იჟღენთება და ახლა ამას მე ვერ ავწევ, თუმცა აი ნახეთ, ახლა ამას გადმოვწევ აქეთ, აი მე ნაგვის ყუთს გადმოვწევ. ამას შეხედეთ. ეს ნახეთ. ეს არის სამზარეულო. ფუფ აი ეს არის სამზარეულო, ყარს აქაურობა შეხედეთ. აი ეს არის სამზარეულო. სრული საღორია. აი აქ აკეთდება საჭმელი და აქ ხალხი ჭამს, აქ ცომი-ცომება. აქ ვერაფერს ვერ შევეხები, იმიტომ რომ გული მერევა. შეხედეთ რა მდგომარეობაშია რამე. ეს არის სამზარეულო. ამას შეხედეთ, აი იქ ნახეთ, რაღაც მაიკით არის თუ რაღაცით, აი მაისურით არის გაჭედილი. აი იქ შეიხედეთ, ნახეთ რა მდგომარეობაა, როგორი ბინძურია ყველაფერი. აქაც გაჩვენეთ ამ გასქურაზე კეთდება საჭმელი უკვე გაკეთებულია და ნაწილი გატანილია. გამწოვი ნახეთ, აი სრული კატასტროფა და საშინელება არის და ეხლა ვნახავთ მაცივრებს. სანელებლები, ერთადერთი რაც არის მოწესრიგებული სანელებლები. აქ საჭმლის დამზადება არის დანაშაული. ეს არის მაცივარი და ესეც არის მაცივარი. აი დანარჩენი უკვე თქვენთვის მომინდია. აი რა არ მომწონს ამ ობიექტზე გეტყვი. ჯერთი ღია ნაგვის კონტეინერი, ღია, ანუ შედიხარ საჭმელად და აქვე ნაგავია, რომელიც არც კი არის დახურული. მე ნახეთ, აი ეს აბრა არის უბინძურესი, ნახეთ აბლაბუდები, როგორი ჭუჭყიანია, საშინელება. ძალიან ბინძური ობიექტი. ეს ვითომ დეზობარიერის დამაგვარი რაღაცა ხალიჩა. ეხლა მადონას ეუბნებიან, აქ არავინ არ შედის, არავინ არ ჭამს, აგერ ბიჭების ხედან და ჭამენ. აქვეა სასტუმრო, ძირითადად ჩერდებიან საერთო საცხოვრებელი ინდოელებისთვის, ინდოელი სტუდენტებისთვის, რომლებიც საქართველოში სწავლობენ და ყველა მოდის აქ საჭმელად. შემოაქვთ აი ესეთ ყუთებში, პლასმასის ყუთებში საჭმელი, ჩამჩა ყველაფერი შიგნით დევს. ეს პურია. აი საშინელი კედელია, ნახეთ როგორი კედელია. აი ნახეთ, ბიძურესი.
მე უკვე აღარ ვამბობ იმას თუ რა ვნახეთ ჩვენ სამზარეულოში გადამღებმა ჯგუფმა ძალიან მძიმე სურათი აი ეს კედლები არის უბინძურესი თვითონ ობიექტი არის მოუწესრიგებელი თქვენ მითხარით თქვენ როგორ მუშაობთ ამ საღორეში მატერიალურად გიჭირთ და ვალდებული ხართ რომ ოჯახი არჩინოთ და იმუშაოთ ისეთ გიჭირთ ხო ძალიან სიბინძურია სიბინძურში წრა კილოგრამწარი კიცი იმ საღორეში რომ ჭუჭელი გაირეცხოს ისიც არ შეიძლება ყველაფერს თავისი წესი არა გო საშუალება სად გავრიცხოთ აბა მითხარი არა გრამი არ ვარგა სად გავრიცხოთ ხო და აი ვინც ამ აქ თქვენ დაქირავებული პერსონალი ხართ უფროსი სად არის რა ქვენას მიშა უყურებს წავედი ხა მიშას ეს არის ინდური კომპანია, მაშინ მოდით ახლა ეს კი მითხარი ინდური კომპანია და მათ დაუკავშირდით ინდური კომპანია, რომელსაც ჩამოყავს სტუდენტები და ცხოვრობენ საერთო საცხოვრებელში. აჭმევენ ზოგს საერთო საცხოვრებლის სასადილოა ხო ასია რა მნიშვნელობა აქვს ინდურია თუ ქართულია თუ რუსულია ჩემთვის არა აქვს მნიშვნელობა მომხმარებელი ადამიანები არიან და სუფთად უნდა კეთდებოდეს და წესების დაცვის უნდა იყოს კარგით მე ვიცი რომ თქვენ არაფერში არ ახავთ თქვენა გაქვთ გაქირავებული როგორ არ არიან ასე არ არის ბატონმიშა ვერ დაგეთანხმებით ბატონმიშა ვერ დაგეთანხმებით ვერანაირად სადაც მზადება საკვები კონდესად ნებისმიერი ადამიანი რომელიც შედის ეს ხო არის კომპანია არის თქვენ თვითონ ამბობთ რომ კომპანია არის ეს არ არის სახლი ეს ხო არ არის ოჯახი ეს არის სტუდენტები ჩამოვიდეს სტუდენტების კვების ობიექტია სტუდენტების კვების ბლოკი ხო არის სტუდენტების კვების ბლოკი კი ბატონო ესე ჩავთვალთ ესეა კი ხო ასია მე რა მნიშვნელობა აქვს მასე ჩვენ მაშინ თუ შევდივართ რა ქვია და სკოლებში მაშინ ბუფეტებს ვამოწმებთ რა მნიშვნელობა აქვს ადამიანები ხო ჭამეს საჭმელს ბატონო მიშა ჩემთვის უფრო მისაღები ის არის რომ მზად კეთდება და გააკეთებთ და მოაწესრიგებთ ძალიან არასასიამოვნო აქ ყოფნა მე პირდაპირ გეტყვით რომ აი ყველაფერი არის მტვერით და რაღაცა ჭუჭყით დაფარული გაურემონტებელი აი თუნდაც აი აქ ნახეთ აი ამის გაკეთებას რა უნდა აი მოდით ნახეთ აი ნახეთ აი შეხედეთ გვეუბნებიან რომ აქ სასაჭმელი მოგვაქვს, აქ მხოლოდ ინდოელები მიირთმევენ საჭმელს და ქართველები აქ არ შემოდიან. რა მნიშვნელობა აქვს? რა მნიშვნელობა აქვს რა ეროვნების ადამიანი შემოდის საჭმელად? სისუფთავე უნდა იყოს ყველასთვის. კანონის დაცვა საქართველოში უნდა იყოს აბსოლუტურად ყველასთვის, უცხოელისთვის თუ ქართველისთვის. ამიტომ იქ რომ უცხოელების ადილობენ, ეს სულ არ ნიშნავს, რომ აქ დასაშვებია ყველანაირი დარღვევა. ძალიან მძიმე სურათი დახვდა დავით ყიფიანის 2 ნომერში ინდური სამზარეულოს კაფეში. ძალიან მძიმე სურათი.